ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორია ჩვენთან ერთად და ჩვენ მასთან ვილაპარაკებთ იმაზე, სად უნდა იყოს ახლა აი ამ გლობალურ პროცესებში საქართველოს იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ევროპის კონტინენტის, რუსეთის, მისი მეზობლების და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება წყდება. ნინო, მადლობა მობრძანებისთვის და პირველ რიგში, რადგან ზელენსკიზე ვსაუბრობდით, აი ახლა ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ დაიბეჭდა Le Monde-ში, სადაც ის ამბობს, რომ ზელენსკი გახდა ევროპის კონტინენტის პირველი მცველი. ჩვენი მოვალეობა მას მხარი დაუჭიროთ, თუ ის დამარცხდება, ჩვენ უსაფრთხოებასაც საფრთხე დაემუქრება და ადრე თუ გვიან ჩვენც დავმარცხდებით. აი ესეთია ევროპის შეხედულება, განსხვავებით ქართული ოცნებისგან, მაგრამ ვიდრე გადავალთ ქართულ ოცნებაზე უშუალოდ, მე მინდა რომ აი ეს რეალობა რაც დგას ახლა ნინო, იმიტომ რომ როგორ დასრულდება ეს ომი, ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავს ალბათ მთელი მსოფლიოს დღის წესრიგს, უსაფრთხოებას, რუსეთის ადგილს, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას და ძალიან ბევრ ამას. აი რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ როგორ დასრულდება ეს ომი, აი ახლა ამ მთავარ კონცეფციაზე შეთანხმება. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. რთული არ დაგეთანხმოთ და არ დავეთანხმოთ ფრანსუა ოლანდს. მოცემულობა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, უბრალოდ რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფუნდამენტურად შეცვლილია იმ გაგებით, რომ საერთოდ შეიცვალა მსოფლიო აღქმა. იმიტომ რომ აქამდე თუ რუსეთს დასავლეთი პირველ რიგში ევროკავშირის ეს ტრადიციული ქვეყნები, ვისაც ვეძახით, ბებერი ევროპა, გერმანია, საფრანგეთი, თუ ისინი მოიაზრებდნენ რუსეთს როგორც პრინციპულად დიდ გეოპოლიტიკურ სურათში მოკავშირეთ თავისი სირთულეების გათვალისწინებით, იმით რომ რუსეთი მიიჩნეოდა რომ ავტორიტარიზმია, იმით რომ რუსეთში კორუფციის საკითხები ყოველთვის წინა პლანზე იყო, მიუხედავად ამისა და მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ვიცოდით რომ რუსეთი თავის ენერგორესურსებს იყენებს ევროპაზე ზეწოლისთვის, მაინც როდესაც საკითხი მიმდინარეობდა, ვთქვათ, გლობალურ გამოწვევებს, როდესაც იხილავდა დასავლეთი, რუსეთს ამ საკითხებში მაინც საკუთარ მოკავშირედ განიხილავდა. რისი გამოძახილიც იყო ის, რომ ვთქვათ, ბევრი რამ რეგიონის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ მოხდა რუსეთთან ურთიერთობაში პირველ რიგში 2008 წლის აგვისტოს ომი და შემდგომ 2014 წლის ყირიმის ანექსიაც. 2022 წელმა იმდენად შეცვალა ეს სურათი, რამდენადაც შეიცვალა ცნობიერება. ანუ ამ შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ რუსეთი არა მხოლოდ უბრალოდ აგრესორი და რაღაც იმპულსურად მოქმედი ლიდერშიპის ხელშია დღეს და გამოწვევა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის დღეის გადმოსახედიდან, არამედ ასევე პირველ რიგში ევროპელი მოთამაშეები მიხვდნენ, რომ რუსეთის ამოცანას წარმოადგენს იმ მსოფლიო წესრიგის შეცვლა, რომელზეც ცივილიზებული სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეთანხმდა. მას შემდეგ, რაც ცივი ომი დასრულდა და დასრულდა დასავლეთისთვის, თორე რუსეთისთვის, როგორც აღმოჩნდა, არ დასრულებულა არასდროს. და რაღაც თამაშის წესებზე შეთანხმდა ცივილიზებული სამყარო იმისთვის, რომ გლობალური განვითარების პირობებში მსოფლიო ერებმა შეძლონ ცივილიზებულად თანაარსებობა, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და ურთიერთსახელმწიფოებრივი ინტერესების გაძლიერება თანამშრომლობის გზით. გაირკვა, რომ რუსეთის ამოცანა არის ამ წესრიგის დარღვევა. ანუ აი ამ თამაშის წესებზე, რომელზეც მსოფლიო შეთანხმდა, ეს წესები საერთოდ აღარ განიხილებოდეს როგორც საერთო თამაშის წესები, შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, მინიმუმ იმ ნიშნულს, რომელსაც რუსეთი უყურებდა ცივი ომის პირობებში და მანამდე ვიდრე დიდ გეოპოლიტიკურ შეცდომას დაუშვებდნენ ასე საბჭოთა კავშირის დარღვევამდე, სადაც რუსეთს ექნება თავის ტერიტორიები მოზომილი თავისი გადმოსახედიდან, ვინ რა როლს უნდა თამაშობდეს ამ ვითარებაში და მას რომელ სახელმწიფოებზე უნდა კონდეს უპირობო გავლენა განურჩევლად იმისგან, რაზე შეთანხმდა ცივილიზებული სამყარო და რა უნდათ ამ სუვერენულ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად.
ეს არის ალბათ პირველი და მთავარი გარღვევა და ამიტომ არის სავარაუდოდ რატომაც თქვენ ამბობთ რომ იმის როგორ დასრულდება ომი განსაზღვრავს დიდ სურათს და დიდ სურათს იმიტომ ბევრი წლით განსაზღვრავს იმიტომ რომ თუ ამ დიდ ომში რუსეთი იმ ფორმით გაიმარჯვებს რა ფორმითაც ის დღეს არის ხადია მე ჩემს წინა გამომსვლელს უსმენდი და არის რაღაც გაუკმაყოფილებელი მისია იმ გაგებით რომ ეხლა კიევს ვერ აიღებს და ის რაც თქვა იმ სამ დღეში განზრახული ქონდა იმ ცვლილებებს ვერ შეძლებს მაგრამ თუ რუსეთმა შეძლო ძალაუფლების იმ ფორმით შენარჩუნება რა ფორმითაც ის დღეს სამყაროს ევლინება როგორც მოთამაშე მაშინ ეს ნიშნავს იმას რომ როგორც ვაშინგტონი ისე დასავლეთის მოთამაშეები თანხმდებიან შეცვლილ თამაშის წესებზე თანხმდებიან პუტინისეულ თამაშის წესებზე შესაძლოა ის რაღაც დათმობებზე წავიდეს მაგრამ თუ ის ფუნდამენტურად იმ ძალაუფლებას ინარჩუნებს და განსაზღვრავს ამ ტიპის თამაშის წესებს მაშინ ეს ნიშნავს იმას რომ სოფლიო წესრიგი იცვლება ისევ გავლენის სფეროებად ნაწილდება, ოღონდ გავლენის სფეროებად ისე, რომ ამ თამაში დასავლეთი გაცილებით უფრო დასუსტებული გამოდის. ამაზე მიდის ეხლა ეს არის კონცეფცია ამუყირავდება მაშინ, იმიტომ რომ პუტინი არის, პუტინი შეიჭრა, უკრაინა არის მსხვერპლი და მთელი ეს რეალობა დგება თავდაყირად უკრაინა არის მსხვერპლი, უკრაინა არის უშუალო სამიზნე, ფრონტის ხაზზე ახლა უკრაინა არის, როგორც უშუალო სამიზნე მაგრამ საბოლოო მიზანს ამ ომის წარმოადგენს აი ცივილიზებული ევროპული დასავლური ღირებულებების მსხრევა და იმ ფუნდამენტური პრინციპების მსხრევა რაც გულისხმობს დამოუკიდებელი და ურყევი საზღვრები, სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილებების უფლება, ცალკეული სახელმწიფოების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, რა ტიპის საგარეო თუ სამხედრო პოლიტიკა უნდა აწარმოოს. და აი ამ ვითარებაში ნინო, საქართველო, რომელიც გახდა 2008 წელს და მანამდეც არაერთხელ რუსული აგრესიის მსხვერპლი და მას ყავს დღეს ისეთი ხელისუფლება, როგორიც ყავს. ამ ვითარებაში როდესაც თუნდაც იმ 28 პუნქტში საუბარია იმაზე, ხო, რომ ის მეზობლებს თავს არ უნდა დაესხას და ნუ ეს უსაფრთხოების გარანტიები რამდენად მყიფია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც ამ მთელი უსაფრთხოების კონცეფციაზეა საუბარი და სრულიად ახალ მოცემულობაზე, ამ ვითარებაში რატომ ირჩევს ახლა, უბრალოდ ირჩევს თუ არა ღიად რუსეთის მხარეს, ქართული ოცნების ხელისუფლება და თუ ეს ასე არ არის, მაშინ სად უნდა იყოს ახლა ამ მოლაპარაკების დღის წესრიგში საქართველოს? მე მგონი თუ შემდეგ მეორე ნაწილი დღის წესრიგში არ დგას, იმიტომ რომ ქართული ოცნება არ ირჩევს რუსულ მხარეს, ქართული ოცნება არის რუსული მხარე. ქართული ეს საკითხი ამ ფორმით თუ ამ ფორმულირებით დადგებოდა დღის წესრიგში იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიფიქრებდით, რომ ივანიშვილი არის უბრალოდ რაღაც მდიდარი ოლიგარქი, რომელიც საქართველოს დაეპატრონა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და ამიტომ თანამშრომლობს ის რუსეთთან. მაგრამ ეს ასე არ არის. ივანიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის, ივანიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშე არასდროს არ ყოფილა, ის ყოველთვის იყო არა რუსული ძალისხმევის გაგრძელება საქართველოში, არამედ რუსული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოში მოვლენილი რეჟიმი, მარიონეტული რეჟიმი, როგორც აი ჩემმა წინამორბედმა იხმარა ტერმინი, იგივე რეჟიმი, როგორცაც მაგალითად კიევში ლამობს პუტინი, ხო? ანუ მას უნდა რეჟიმ ჩეინჯი, იმ მიზნით, რომ უკრაინელი ივანიშვილი დასვას კიევში. ეს იქნებოდა მისთვის პრინციპში პროგრამა მაქსიმუმით ამ ვითარებაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მისი ყველა გეოპოლიტიკური ამოცანა დაკმაყოფილებული იქნებოდა. ივანიშვილი არის FSB-ს პროდუქტი, FSB-ს სპეცოპერაციის ნაწილი, რომელიც საქართველოში ჩანერგილია სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენ ახლა ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდეთ დასავლეთის მხარეს, იმ მხარეს, რაც არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესი, არამედ ვიყოთ რუსული ინტერესების გაგრძელება. ეს არის ამოცანა, ამ მიზნით არის ივანიშვილი საქართველოში მოვლენილი და ეს არის მისი მთელი უფლებამოსილების ჩარჩო, რომელიც მას საქართველოში შეუძლია. ამის ფარგლებში მას უბრალოდ ეძლევა უფლება, რომ ფულიც მოიპაროს, მოქალაქეები გააღარიბოს, ვიღაც დაიჭიროს, ვიღაცა გამოუშვას.
იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, იმიტომ რომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს საქართველოში, იმიტომ რომ სწორედ ივანიშვილი არის გარანტი იმისა, რომ ჩვენ აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში რუსეთს საფრთხეს არ შევქმნით რეგიონში. კი ბატონო, მაგრამ აი თავად ქვეყანას რა საფრთხის წინაშე აყენებს, თუ კი მართლა აი დაუშვებელია რა თქმა უნდა და ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ აი ერთი წუთი რო წარმოვიდგინოთ, რომ მართლა ისე მოხდა, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს და პუტინს აქვთ ჩაფიქრებული და ყველაფერი დასრულდა ისე, როგორც მას უნდა, ხო? აი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი დარტყმის და საფრთხის ქვეშ აყენებს ის საქართველოს და აი ეს რა საფრთხეა, რომ იცოდნენ იმ ადამიანებმაც, ვინც შეიძლება ფიქრობს, რომ ხო, აი მაინც რუსეთი მოიგებს და რუსეთი მაინც გაიმარჯვებს და უკრაინა შანსი არა. აი ამ შალბნელი სცენარის გამართლების შემთხვევაში ნიშნავს, რომ ჩვენ ქართულ სახელმწიფოს დავკარგავთ. დიახ. ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობას, რომელიც სისხლით, სიმწრით მოვიპოვეთ და დავკარგავთ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარი, თვითგანვითარების უნარი, ცივილიზებულ სამყაროსთან მიბმის პერსპექტივა, ეს ყველაფერი ამ ქვეყანას ჩამოშორდება და ჩვენ ვიქცევით არა იმ გაგებით რუსულ გუბერნიად, როგორზეც საუბარი იყო, იმიტომ რომ რუსეთს იმის ინტერესი და არც ფუფუნება არა აქვს, რომ დამატებით სახელმწიფოები მიერთოს და მისი საჩენი გახდეს პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ უბრალოდ ვიქცევით კონკრეტ რუსეთის გავლენის სფეროთ იმ რუსული სახელმწიფოსი, რომელსაც თავად საკუთარი ქვეყნის განვითარების რესურსი საერთოდ არ გააჩნია. მას ეს რო იყოს ახლა ცივილიზებული, განვითარებული, პერსპექტიული, მაღალტექნოლოგიური, რაღაც დიდ მეცნიერული მიღწევების სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ მივებმებოდით, იმიტომ რომ ჩვენს ამასობაში განვითარდებით, მაშინ საკითხი სხვანაირად იდგებოდა. ჩვენ ვიქცევით რაღაც ჩეჩნეთის ნაირსახეობა, სადაც იქნება საზღვრები უკონტროლო, სადაც ვისაც გასაქცევი ექნება, გაიქცევა და ვისაც არ ექნება, აქ უბრალოდ საარსებო საკითხები დაუდგება დღის წესრიგში, შეიძლება დღეს ეს ასეთი ხილული არ არის, მაგრამ ხვალდაზე გაუცილებლად იქნება, იმიტომ რომ ეს დამოუკიდებლად ავტორიტარული სახელმწიფო კი არ იქნება, რომელსაც თავისი რესურსი აქვს, თქვათ, როგორც ბელორუსს, არამედ იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ საქართველო, მართლა მთელი ევროპის კონტინენტი და ამის მთელი მსოფლიო აღმოჩნდება რუსეთის შემთხვევაში, მაგრამ როცა ეს ასევე იძლევა რეგიონში შეცვლილი დინამიკა აზერბაიჯანსა და ერევანში. კი, ნამდვილად და როდესაც ეს ასე არ მოხდება, როდესაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება და გაიმარჯვებს უკრაინა, ხო? აი აქ ალბათ შემდეგ უფრო მოიცლიან, ასე ვთქვათ, გლობალური მოთამაშეები საქართველოსთვის და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, როგორ უნდა დახვდეს ამ მოცემულობას საქართველო, ხო? აი ახლა ეს ვითარება რას გიჩვენებთ? რამდენად სწრაფად შეიძლება რომ ვთქვათ დღის წესრიგის მთავარი თემების მოგვარება მოხდეს და უკვე გადმოერთოს საქართველოზე, მათ შორის შეერთებული შტატები ან ევროკავშირი და ასე შემდეგ. ხო, ვინაიდან დიდ სურათში ეს მიმდინარე პროცესი აღქმულია როგორც რაღაც ერთიანი გამოწვევა. დიახ. და არა, ვთქვათ, ცალკეული რეგიონული კონტექსტი, ხო? აქამდე თუ იყო საუბარი, რომ იქ ცოტა კასპიის ზღვა, იქ ცოტა შავი ზღვა, ვთქვათ, დედაქალაქების განსხვავებული პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკაში, ეხლა ეს ერთიან პრობლემად არის აღქმული. ამიტომ ეს კარგია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ჩვენს ძალისხმევაზე აღარ არის დამოკიდებული, რამდენად ჩვენ ხმას გაიგონებს დასავლეთი, როგორც ვთქვათ 2008 წელს იყო და მანამდე და მას შემდეგ, არამედ ეხლა საქართველო ჩვენი ხმისგან დამოუკიდებლადაც განიხილება რეგიონულ კონტექსტში და ამიტომ, როდესაც ფუნდამენტურად პოლიტიკა შეიცვლება და გულისხმობ პოლიტიკა წავა ფაქტობრივად დღეს არსებული რუსეთის დასუსტების გზით, მაშინ ჩვენ ავტომატურად პერსპექტივები გაგვიჩნდება. რასაკვირველია, ხა ჩვენ საქმეს არავინ გააკეთებს, ეს ხშირად გვითხოვს და ჩვენი ძალისხმევის გარეშეც არაფერი მოხდება, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ საქართველო ამ შემთხვევაში ყურადღების ცენტრში მოექცევა იმისგან დამოუკიდებლადაც ჩვენ რამდენად ვთქვათ აქ არსებული რეჟიმი ამას რაღაც ადგილზე შეეწინააღმდეგება ან ეცდება რომ შეეწინააღმდეგოს. მაგრამ რასაკვირველია ჩვენი ამოცანები გვექნება, ჩვენი სტრატეგიული მიზნები
იმ ვითარებაშიც, როდესაც ჩვენ ავტორიტარული ივანიშვილის ვთქვათ ზეწოლის ქვეშ ვიქნებით, მაშინაც ამოცანაა, რომ მინიმალურად გადარჩეს ქართული სახელმწიფო და ეს დამოუკიდებლობის მისწრაფება თუ მიზანი სახელმწიფომ როგორც ასეთი შეინარჩუნოს. ანუ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელსაც შეიძლება პროპაგანდისტულად ჯერა, რომ რუსეთი კაია და დასავლეთი ცუდია და შეიძლება ჯერა, რომ ივანიშვილი ქართულ საქმეს აკეთებს, იმასაც უნდა ესმოდეს, რომ ქართული სახელმწიფო არის უპირობო არჩევანი, რომელიც მათ თავად უნდა დაიცვას. კი ბატონო, ნინო და ბოლოს აუცილებლად უნდა წავიკითხო დონალდ ტრამპის პოსტი. შესაძლებელია, რომ დიდი პროგრესია მიღწეული სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთსა და უკრაინას შორის. ნუ დაიჯერებთ, ვიდრე არ ნახავთ, მაგრამ შეიძლება რაღაც კარგი ხდება. არ ვიცი, რთულია, რასაკვირველია პროგნოზი. ჩვენ ვიცით, რომ დონალდ ტრამპს ჰქონდა თქვამი რომ 27 ნოემბერს უნდა შემდგარიყო ეს ხელმოწერა, ასე ვთქვათ, 68 პუნქტზე. ეს როგორც ჩანს, ასე არ მოხდება. რას ელოდებით თქვენ უახლოეს დღეებში? ამ ფორმით ამ 28 პუნქტის ხელმოწერას საერთოდ არ ველოდები, იმ მარტივი მიზეზით, რომ აქ ინტერესები დისპროპორციულად, ანუ დისპროპორციულია და დაუცველია ამ შემთხვევაში უკრაინის ინტერესები, რომელსაც ჩვენ მსხვერპლად განვიხილავთ და რომელსაც ვაშინგტონი მსხვერპლად განიხილავს. ანუ ეს 28 პუნქტი ახლა ბევრმა თქვა, რომ კაპიტულაციის გეგმაო, ზელენსკისგან გაჟღერდა, რომ ამ ფორმით ამ შეთანხმებას ხელი ვერ მოეწარება, ამიტომ არ ველოდები და არც იმას ველოდები, რომ ამერიკა ამის ხელმოწერას აუცილებლად დაჟინებით მოითხოვს, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ვერ შედგება და ამერიკის ინტერესია, რომ რაღაც ტიპის შეთანხმება მაინც შედგეს, რომელიც მათ წარმატებად უნდა ჭყალებში გაასაღონ. ამიტომ რასაკვირველია მოლაპარაკებები კიდევ გაგრძელდება, ჟენევაში უკვე დაკორექტირდა იქიდან გარკვეული ნაწილი. ხელმოწერის პერსპექტივა იარსებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ფუნდამენტური მოთხოვნა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იქნება დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირ შეთანხმებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თავდაუსხმელობის ფაქტობრივი ბერკეტები თუ არ შეიქმნა შემაკავებელი რუსეთის მხრიდან, მაშინ რუსეთს სიტყვაზე არავინ არ ენდობა, ჩვენ არ უნდა ვენდოთ, უკრაინელები არ ენდობიან და დასავლეთი არ ენდობა და ევროკავშირიც ამ ცნობიერების მატარებელია დღეს საბედნიეროდ, ამიტომ ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, სამწუხაროდ არც იმის პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ უახლოეს მომავალში რაიმე ტიპის სამშვიდობო გეგმა შეიძლება შეთანხმდეს. დიდი მადლობა. მადლობა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.